მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ვიზზე ვრცელდება უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, ანუ ოცნების ფარა. სტუდია მონიტორის ხელმძღვანელი ანალიტიკასთან ინტერვიუში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშულთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ სიახლეა პოლიტიკურად აქტიურობის კრიტერიუმი, რომელიც ერთ-ერთი იქნება ფარას დაქვემდებარებისთვის. ნინო ზურიაშვილის განმარტებით, თუ აქამდე ორ კრიტერიუმზე იყო საუბარი, ანუ უცხოურ დაფინანსებასა და კონტროლს დაქვემდებარებაზე. რაჟდენ კუპრაშულმა ახლა უკვე სამი პირობა დაასახელა. ზურიაშვილი განმარტავს, რომ თავის მხრივ პოლიტიკურად აქტიურობა არ მოიაზრებს კლასიკურ გაგებას და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახდენ გავლენას სხვა ადამიანებზე და აკრიტიკებ მთავრობას. ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ ის ფარას შესაბამისად რეგისტრაციას არ აპირებს და ბრძოლას კანონის ფარგლებში გააგრძელებს. ცნობისთვის, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ფარა, რომელიც 31 მაისს უნდა ამოქმედდეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. სამი პირობა უნდა იყოს კუმულაციური, თქვენ რომ ექვემდებარებოდეთ ფარას. თუ ადამიანის უფლებას იცავ, ცალსკე აღებული არ აუშავს. თუ ფინანსდები, ეგეც შეიძლება არ იყო ფარას ქვემდებარე, მაგრამ თუ პოლიტიკურად აქტიური ხარ, უკვე ფარას ქვემდებარე ხარ. თუ წახვედი და პოსტი დაწერე, თუ წახვედი და როგორც ახლა მე მოვედი აქ და საჯაროდ გამოვხატავ ჩემს პროტესტს და ჩემს შეხედულებებს თქვენს ტელევიზიაში, აი ეს თუ გააკეთე, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად აქტიური ხარ, ეს ჩამეთვლება. დაასახელა ტელევიზიაში მისვლა და აზრის გამოხატვა, დაასახელა პოსტების წერა, ისიც კი ჩაწვრილმანდა და თქვა, რომ თუ 30 ფრენდი ყავს, შეიძლება არ დავინტერესდეოდა. ახლა თუ ფართო მასაზე გადიხართო, ეგ უკვე მაგას უკვე ჩაგითვლით პოლიტიკურ აქტიურობადო და მაგარ დროს უკვე ფარას ქვემდებარედ გაგხდით. უბრალოდ კითხე, რომ თუ დავწერე პროგრამული კოდი, რომელიმე უცხოური ქვეყნის დაკვეთით, ეს ხო სერვისის მიწოდება, მაგრამ პარალელურად ღიად გამოვხატეთ ჩემი აზრი, იცით რასთან დაკავშირებით, რომ არ მომწონს, როცა იქ ზუსტად იმ კითხვას ვიმეორებ, რაც იქ დავსვი. რომ მაგალითად საქართველოს განვითარების ევროპულ კურსს გადაუხვია და ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და გავაკრიტიკებ მთავრობა. ან საღამოს ამ ტიპის საპროტესტო აქციაზე გავედი და გავაპროტესტე ეს მთავრობის ეს გადაწყვეტილება. სალსახად ფარას ქვემდებარე ხარო მითხრა. 2024 წელს ერთი ოჯახის საშუალო თვიურმა შემოსავალმა 1896 ლარი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ცხოვრების დონის მაჩვენებლების თანახმად გასულ წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები ფულადი და არაფულადი სახსრები ერთ შინამეურნეობაზე წლიურად 10.1%-ით გაიზარდა და 1896 ლარი შეადგინა. ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარს გაუტოლდა. შინამეურნეობის შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.7% პუნქტით გაიზარდა და 90.4% შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი 47.6% დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, თვით დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი კი 12.7%-ს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი 22.3%-ს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯებს, 2024 წელს საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე წლიურად 5.2%-ით გაიზარდა და 1726 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2%-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი 38.1%-ი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერები გაზრდილ თანადაფინანსებას მიიღებენ. ცვლილებებით, თუ დაზღვევის ობიექტი მდებარეობს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება 75%-ით, ნაცვლად 70%-ისა. გარდა ამისა, პროგრამაში შესული ცვლილებებით სადაზღვეო კომპანიას საშუალება ეძლევა მეტად ოპერატიულად და ზუსტად შეაფასოს
წასწოს დაზარალებულთა რაოდენობა და ზარალის ხარისხი, შეამციროს იმ შეტყობინებების რაოდენობა, რომელიც არ მოითხოვს რეაგირებას. რაც ცვლილებები შევიდა აგროდაზღვევის პროგრამაში და როგორ აფასებენ ფერმერების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობას. ანუკა ჯოხაძე მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. ქართული ლუდის წარმოების მოცულობაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არსებითი ცვლილება არ ფიქსირდება. ამის შესახებ TBC კაპიტალის ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების სექტორულ კვლევაშია საუბარი. როგორც კვლევაში აღნიშნული 2024 წელს საქართველომ 127 მილიონი ლიტრი ლუდი აწარმოა, მწლიურ მაზრდამ კი მხოლოდ 1% შეადგინა. რაც შეეხება ქვეყანაში წარმოებული ლუდის ღირებულებას, TBC კაპიტალის ინფორმაციით, საშუალო საცალო ფასების ზრდამ ლუდის ღირებულება მკვეთრად გაძარდა, კერძოდ საქართველოში ნაწარმოები ლუდის ღირებულება 2024 წელს 8%-ით 334 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საშუალო საცალო ფასმა 1 litrზე 2.8 ლარი შეადგინა. ლუდზე ინფლაციამ კი 10%. ამასთან მიუხედავად საქართველოში წარმოებული ლუდის ღირებულების ზრდისა ქვეყანაში ლუდის მოხმარების 87% სწორედ ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, 13% კი იმპორტულზე. ამასთან 2024 წელს ლუდის ექსპორტი 15%-ით 5900 ტონამდე შემცირდა. ეს კი მაშინ, როდესაც ბოლო 5 წელში ლუდის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით საერთაშორისო გამოფენა IMAX Frankfurt 2025 წელს საქართველოში საქმიანი ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 9 სასტუმროსთან და კომპანიასთან ერთად ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში იღებს მონაწილეობას და როგორც უწყებაში აცხადებენ, მოლაპარაკებები შედგა წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების და ფორუმების ჩასატარებლად. ეს კი იმ ფონზე, რომ გასულ პერიოდში თავად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი ტურისტული ჯავშანი გაუქმდა, მათ შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით. ამასთან ბიზნესი სულ უფრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ევროპელი ტურისტების სეგმენტს ნელ-ნელა აზიური ბაზარი ანაცვლებს. რომელი ქვეყნები ინტერესდებიან საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებით და რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს უკვე ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმართ. ტურისტული კომპანია Travel Shop-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე ჩაგვერთვება ამ თემებზე სასაუბროდ ფრანკფურტიდან, რომელიც ასევე მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენაში. ფეროშეადნებების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიას ჯორჯია მანგანეს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე თითქმის 6 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება აქვს. შემოსავლების სამსახურის მიერ BMG-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით ჯორჯია მანგანეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 5 მილიონ 912,000 ლარის საგადასახადო დავალიანება ერიცხება. ჯორჯია მანგანეზი იმ კომპანიების რიცხვშია, ვინც ფინანსურ ანგარიშგებას არ აქვეყნებს, შესაბამისად უცნობია ფეროშეადნებების უმსხვილესი ადგილობრივი მწარმოებლის შემოსავლებისა და მოგება ზარალის ოდენობა. რატომ არ აქვეყნებს ჯორჯია მანგანეზი ფინანსურ ანგარიშგებას რეპორტალ G-ზე? ამაზე 2023 წელს BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, რომ ჯორჯია მანგანეზი ფინანსურ ანგარიშგებას ამერიკული US GAAP-ის პრინციპით ამზადებს, რეპორტალ G-ზე კი IFRS პრინციპით მომზადებულ ანგარიშგებას ავალდებულებს. ახალ სისტემაზე გადაწყობა კი კომპანიისთვის დიდი ხარჯია. დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთზე გააგრძელებენ ზეწოლას, მათ შორის სანქციების გამკაცრებას, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ამის შესახებ დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების მმართველების კომუნიკეში აღნიშნული. ერთობლივ კომუნიკეში დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი ომი. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ომის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, ამიტომაც დიდი შვიდეული თანხმდება, რომ კერძო სექტორის მობილიზაცია მნიშვნელოვანი ხდება უკრაინის აღდგენის და რეკონსტრუქციის რომის ხარჯებიც სოფლიო ბანკის მიერ შეფასებულია 524 მილიარდ დოლარად მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად რუსეთის სუვერენული აქტივები გაყენული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის, წერია კომუნიკეში. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. ჩვენ უკვე ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით. დროებით.